დანაშაულებრივი სქემა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების მონაწილეობით დაკავებულია 44 ადამიანი, კიდევ 7 ბრალი წაუყენეს, მათ შორის 2 უცხოეთში მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიების მასალების მიხედვით ორგანიზებული ჯგუფი ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევებით იყო დაკავებული. საუბარია სხვადასხვა ფინანსური თუ კრიმინალური დავის კანონიერი ქურდების დახმარებით მოგვარებაზე. გამოძიება ამბობს, რომ დავების მოგვარების სანაცვლოდ მხარეებს თანხის გადახდას ავალებდნენ, სხვა შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება მტკიცებულებებს შორის ასახელებს იმ ნივთებს, რომლებიც ჭხრეკის დროს ამოიღეს, ასევე ვრცელდება ფარული ჩანაწერები. ბრალდების საქმე მოქალაქეებისგან თანხების მითვისების სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს. მე მაგას განახებს, როგორ დავჭიში პოლიციის სიმონ. მე მაგას იტალა გაყურებიე, როგორ ჩავშორს სისხლში, მათ თავის სისხლში სიმონ. ამ ფარული ჩანაწერიდან ჩანს ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დაზარალებულებს როგორ ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშწორებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბრალდებულები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ უკანონო გადაწყვეტილებები. გამოძიების ინფორმაციით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი დაზარალებულებს ფიზიკური ანგარიშწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დარჩენილია ჯიმა, ზუსტად, ჩვენი უნდა მოვიდეს 3 და 5 და ეხლა, მაგ 3 და 5-დან გითხარი 1900 ეგრევე იმაზე გადავუდოთ ხო, ძმა? 3 ამის გარდა რაც მოვიდეს, 3 და 5 მწვანე უნდა მოვიდეს. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავებაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე ისაუბრა. ცნობილი გახდა ისიც, რომ კიდევ 7 პირს ნაწილს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში, საზღვარგარეთ მყოფებს კი დაუსწრებლად წარედგინათ. მათ შორის 2 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით აქტიურებდნენ სესხებს, რის შედეგადაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხებს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დაკავებულთა ინტერესების დამცველები ამ ეტაპზე საქმეში ჯერ არ ჩართულან. შესაბამისად, მათი პოზიცია უცნობია. მუხლები, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორგანიზებული დანაშაულის და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ.